საქმიან საღამოს საფონდო ბირჟების მიმოხილვით ვაგრძელებთ. ტრადიციულად უნდა დავიწყოთ საუბარი ამერიკული ინდექსებით, რომლებისთვისაც გასული სესია იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამ შემთხვევაში ზრდა ჰქონდა ყველა ძირითადი ინდექსის შემთხვევაში და ეს ცხადია გამოიწვია იმან, რომ შესანიშნავი კვარტალური შედეგები ჰქონდათ ძირითად იმ კომპანიებს, რომელთაგანაც მოლოდინები არსებობდა. ამ შემთხვევაში NASDAQ-ის შემთხვევაში ჰქონდა თითქმის 3%-იანი მატება, S&P 500-ის და Dow Jones-ის შემთხვევაში პროცენტ ნახევრიანი ზრდა ჰქონდა და ეს იყო ცხადია კვირის დასასრულს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. აქვე რადგან კვირა დასრულდა, უნდა ვახსენოთ, რომ ეს კვირა საკმაოდ რთული და დატვირთული იყო ამ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ტალღოვანად მოძრაობდა ყველა ძირითადი ინდექსი. ამ შემთხვევაში ჰქონდა გარკვეული პერიოდი, როცა იყო კვირის დასაწყისში მცირედი ზრდა, შემდგომ იყო აბსოლუტური გაყინვა და მოლოდინი რა საბოლოო ვერდიქტს და დასკვნას გამოიტანდა ამ შემთხვევაში ფედერალური ფედერალურმა რეზერვმა უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი. ამის შემდგომ კი გამოქვეყნდა კვარტალური შედეგები, რამაც ცხადია შესანიშნავად გამოიწვია ამ შემთხვევაში ძირითადი ინდექსების ზრდა. შემდგომ უკვე გუშინ გამოქვეყნდა Apple-ის და Amazon-ის კვარტალური შედეგები, რომლებმაც ძირითადად დააკმაყოფილა ინვესტორების მოთხოვნები, განსაკუთრებით Amazon-მა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ NASDAQ-ის შემთხვევაში არ გვაქვს კორექცია, თუმცა უფრო მაღლა რომ არ არის, ეს არის Apple-ის უარყოფითი შედეგის დამსახურება და რადგან ვახსენეთ ამ შემთხვევაში Apple უნდა პირდაპირ გაჩვენოთ რა შედეგი აქვს მას, Apple არის ბოლო მას შემდეგ რაც სესია დაიწყო 10%-ით გაუფასურებული. გუშინ 5 ტრილიონთან თამაშობდა ეს კომპანია, ახლა კი 400 მილიარდიანი დანაკარგი აქვს, უკვე 500-ზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს არის გამოწვეული იმით, რომ კარგი კვარტალური შედეგის მიუხედავად ინვესტორებს არ მოეწონათ, რომ მომავალ კვარტალში არ აქვს კომპანიას დადებითი უფრო იმაზე მეტი შედეგის და სარგებლის მიღების მოლოდინი, ვიდრე ინვესტორები Wall Street-ზე ელოდნენ. ცხადია, ამან ძალიან უარყოფითად იმოქმედა, თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან იყო Apple-ის სტოკი გაბერილი, შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ეს სელოფი ვიხილეთ. რაც შეეხება სხვა ძირითად ინდექსებს, ერთადერთი ვარდნა და აღარ არის უკვე გასაკვირი აღარავისთვის, SpaceX აქვს 3%-იანი და ის აგრძელებს ამ შემთხვევაში ჩამოვარდნას შეიძლება ითქვას. სამაგიეროდ ძალიან კარგი შედეგი აქვს Amazon-ის კომპანიამ, რომელმაც შესანიშნავად გაამართლა მოლოდინები და 15%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მას აქვს ამჟამად 2 ტრილიონ 914 მილიარდის საერთო კაპიტალიზაცია. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, Google აგრძელებს ზრდას, Nvidia დაბრუნდა პირველ ადგილზე და ნახევრიანი მატება აქვს მას. რაც შეეხება Microsoft-ს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები და გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჰქონდა, დღესაც ზრდას აგრძელებს 5.78%-იანი ზრდა გვაქვს. დანარჩენ ინდექსებთან მიმართებით მოცემულობა, ფაქტობრივად დანარჩენ კომპანიებთან მიმართებით ფაქტობრივად მოცემულობა არის მეტნაკლებად გამაკმაყოფილებელი, Broadcom-ს აქვს უბრალოდ უცვლელი მოცემულობა. გადავხედოთ ევროპულ და აზიურ ბირჟებსაც, სადაც საკმაოდ არაერთგვაროვანი არის მოცემულობა, რადგან ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის შეფასება თუ დაიხურა საფონდო ბირჟის დასრულების და ჩახურვის შემდეგ 0.12%-ით, შანხაის ჩინური ინდექსი გაიზარდა 0.72%-ით, Nikkei-ის იაპონური ინდექსი კი ცხადია, აქვს ძალიან კარგი შედეგი 4%-იანი ზრდა, რაც ცხადია გამოწვეული არის იმ ელემენტარული ფაქტორით, რომ ტექ ინდუსტრიაში როცა კარგი შედეგები დგება და როცა შიშები ქრება ინდუსტრიაში, ეს იაპონურ ინდექსებზე, რომელიც ასევე ძალიან დამოკიდებულია ამ შემთხვევაში ტექნოლოგიურ მიმართულებაზე, ტექნოლოგიურ სექტორზე, დადებითად აისახება. გადავხედოთ ახლა უკვე ენერგეტიკულ ბირჟებს, სადაც ცხადია კვირის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ცვალებადობა ჰქონდა. კვირის დასაწყისში პირველივე დღეს სერიოზული ვარდნა ვიხილეთ და ფაქტობრივად ის ნიშნული, რომელთანაც ახლა ვტრიალებთ, არის დამსახურება კვირის დასაწყისში მიღწეული შედეგისა. კვირის განმავლობაში გვაქვს 10%-იანი კლება ნავთობის შემთხვევაში Brent-ზე როცა ვსაუბრობთ, ხოლო 5.5%-იანი როცა ვსაუბრობთ WTI-ზე. ამჟამად Brent-ი ივაჭრება $87.5 და დღიურ ჭრილში გვაქვს მხოლოდ $1-იანი მატება, ხოლო WTI-ის შემთხვევაში გვაქვს 84.5-იანი მაჩვენებელი და 1% დაახლოებით 1%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპაში მეგავატ-საათის ღირებულება ამჟამად არის 58 ევროზე. რაც შეეხება ოქროს შემთხვევაში მოცემულობა ასეთია, უნცია მეტალი ივაჭრება $4053 და დღიურ ჭრილში გვაქვს $49-იანი კლება. $47.5 ივაჭრება ვერცხლი, წლიურ ჭრილში ვერცხლის შემთხვევაში გვაქვს 55.5%-იანი ზრდა.
ხოლო ოქროს შემთხვევაში გვაქვს 20.34%-იანი მატება. გადავხედოთ კრიპტო ბირჟასაც, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კარგად საქმე, ბოლო 24 საათში 2.4% არის გაუფასურებული და მისი საერთო კაპიტალიზაცია ზოგადად ამ ინდუსტრიის არის 2.250 მილიარდზე, ბიტკოინი ივაჭრება $82812, ეთერიუმი $1873, როგორც ხედავთ, ბოლო 24 საათში გვაქვს საშუალოდ 3%-იანი ვარდნა, თუმცა ფაქტობრივად უცვლელი ამოცემულობა ეთერიუმისთვის ბოლო ერთ კვირაში, თუმცა ბიტკოინის შემთხვევაში გვაქვს 2%-იანი კორექცია. ამჟამად ეთერიუმის საერთო კაპიტალიზაცია არის 224 მილიარდი, ხოლო ბიტკოინის 1.260 მილიარდი. აქ უნდა შეგახსენოთ, რომ ბიტკოინის ეთერიუმის ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის შეძენის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კოინმანიას, რომელიც არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟა და რადგან ბოლოს ვახსენე საქართველოს ეროვნული ბანკი, ვახსენოთ საქართველოს ეროვნული ვალუტაც, რომელიც ფაქტობრივად გამყარდა მცირედით დოლართან მიმართებით, თუმცა სამწუხაროდ გაუფასურდა ევროსთან და გირვანქასტრინგთან მიმართებით, გაუფასურება სერიოზულად გაგრძელდა და კურსი არის ამჟამად ასეთი, დოლარის შემთხვევაში გვაქვს 2.62, ევროს შემთხვევაში 3.02. შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში ჰქონდა ის მოცემულობა, რომ 2.99-ზეც კი ჩამოვიდა, რაც შეეხება გირვანქასტრინგს, მისი კურსი ამჟამად არის 3.53.